მოგესალმებით ეროვნული გეშტალტ ცენტრიდან. ჩვენი დღევანდელი პოდკასტის თემა არის სიზმარი, გზავნილი არაცნობიერისგან. კაცობრიობის დასაბამიდან ადამიანის ცხოვრებაში სიზმარს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როლი უჭირავს. ღამის იდუმალება, რომელთანაც დაკავშირებულია სიზმარი, მისი მისტიკურობა თავისი არსით ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტიდან მომდინარეობდა, სადაც აი ამ სიზმრის შინაარსებს ენიჭებოდა ღვთიური მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, მისტიკურობას და სიმბოლურ დატვირთვას სიზმრებისას ძალიან დიდი საუკუნეობრივი თავისი არსით ხანგრძლივობა გააჩნია. მაგრამ დღევანდელ დღეს კარგახანია და ფროიდიდან დაწყებული სიზმარი გახდა ფსიქოლოგიის შესწავლის საკითხი და ფსიქოანალიზმა სიზმარს კონკრეტულად ფროიდმა უწოდა ღვთიური გზა ცნობიერებისაკენ. რატომ დავარქვით ახლა ჩვენ დღევანდელ პოდკასტს, რომ სიზმარი ეს არის გზავნილი არაცნობიერისგან? საოცრად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მას, თუ კი ადამიანი მას სწორად შეხედავს ამ სიზმრის შინაარსს და ჩვენ დღეს ვეცდებით, რომ განვმარტოთ რა ფსიქოლოგიური დატვირთვის შეიძლება იყოს სიზმარი, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიმართულებები განსხვავებულ ინტერპრეტაციას და განსხვავებულ ახსნა-განმარტებას აკეთებენ სიზმრის დანიშნულების, მისი მნიშვნელობის და ცნობიერის და არაცნობიერის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით, მაინც მე ვეცდები, რომ ძალიან მარტივად გავამთლიანო გეშტალტი, რადგან მთლიანობა, გავამთლიანო ეს ხედვა, რა თქმა უნდა, წამყვანი იქნება გეშტალტური თვალსაზრისი, მაგრამ განწყობის ფსიქოლოგიაც, რომელიც ძალიან გეშტალტურია თავისი არსით, ასევე ორგანულად ძალიან ბუნებრივად ახლოს არის ამ ახსნასთან მიმართებით და ამასაც შევეხები. მას დავიწყოთ და ვთქვათ, რომ თითოეულ ადამიანს აკვირვებს ხოლმე გარკვეულ გაოცებას ან სხვადასხვა სახის ემოციას, მძაფრ ემოციას უტოვებს სიზმარი. არიან ადამიანები, ვისაც თუ ვიტყვით ესეთი გამძაფრებული ფორმით დამოკიდებულება აქვს სიზმრების მიმართ, მიაჩნიათ ხოლმე ხშირად, რომ სიზმარს აქვს რაღაც გინდა თუ არა წინასწარმეტყველური მნიშვნელობა და თავის გამოცდილებას ეყრდნობიან. და აქედან გამომდინარე აქვთ ხოლმე არგუმენტი, რომ აი ხშირად მესიზმრება სიზმარი, რომელიც მერე მიხდება და დამსაფრავია ეს თავისი არსით, დამაშინებელიც კი არის ხოლმე ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ მათ ცნობიერებაში, მათ წმენა შეხედულებათა სისტემაში მოხდა ისე არაერთხელ, რა თქმა უნდა, რომ რაღაც სიზმარში ესიზმრად და შემდგომში ის რაღაცნაირად ახდა, ასე რომ ვთქვათ, და რეალიზდა და აი ამ გამოცდილებამ დაუმკვიდრა მათ ეს შეხედულება, რომ აუცილებლად სიზმარს აქვს აი ეს მისტიკური მნიშვნელობა, რომ ეს არის მომასწავებელი, გარკვეული, ესე იგი, მიმანიშნებელი, რომ ის რაც მას ესიზმრება, ეს მოხდება. სინამდვილეში იუნგი ამბობდა ამის შესახებ, რომ ადამიანის არაცნობიერს აქვს ინტუიციური ასეთი ხასიათი, მახასიათებელი თვისება და კი ბატონო, ჩვენი ფსიქიკის ერთ-ერთი გამოვლინება არის ინტუიცია. ჩვენ ვგრძნობთ, მგრძნობელობა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ინტუიცია ქართულ ენაში წინად გრძნობას გულისხმობს და შეიძლება ადამიანი გრძნობდეს იმას, რაც თქვათ მისთვის მნიშვნელოვანია, რა ასე ვთქვათ, მიმართულებით შეიძლება განვითარდეს პერსპექტივაში ეს აქტუალური საკითხი. მაგრამ ნახეთ, აი აქტუალურ საკითხებს უკავშირდება სიზმარი და თუ კი ინტუიცია არის ნამდვილად ადამიანის ფსიქიკის მახასიათებელი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინტუიციური სიზმრები ერთ-ერთნაირი სახეობაა და არა ერთადერთი. და როდესაც ადამიანს
ისმის, რომ არ არის აუცილებელი, რომ რაც მან ნახა, კიდე თუ არა მერე რეალიზდეს ცხოვრებაში, მაშინ ის უფრო მეტად ინტერესითაც და უფრო მეტი თავისუფლებით ეკიდება ამ საკითხს. არიან ადამიანები, ვისაც დაძინებისაც კი შეიძლება შეეშინდეთ, იმიტომ რომ ვაი თუ რაიმე ცუდი არ მესიზმროს, რომელიც მერე უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში. სინამდვილეში, აი, როგორც განვეწყობ ჩვენი განწყობით შეიძლება ჩვენ თვითონ გავხდეთ იმ რეალური შინაარსის ავტორები და ამიტომ ძალიან პირდაპირ რო ვთქვათ, ფრთხილად არის ამ საკითხის მიმართ მოპყრობა საჭირო. ვთქვათ, ქრისტიანობა დიდად არ აძლევს რეკომენდაციას ადამიანს, რომ სიზმრებზე გაამახვილოს ყურადღება და მე ბევრი მიფიქრია რის გამოა ეს. იმის გამო რომ ცხადია რომ თუ კი მე მოველი თუ კი მე განვეწყობი რომ ის რაც მე მესიზმრა ის უნდა მოხდეს შეიძლება მე თვითონ გავხდე ამის ავტორი ანუ მოლოდინი რეალურად არის არაცნობიერი ასეთი ნავიგაციის გზის და მიმართულების გეზის მიმცემია მოდით შევთანხმდეთ რომ ინტუიცია არ არის ერთადერთი ის რაც სიზმარში იჩენს თავს ერთ-ერთი არის და ვნახოთ რა არის ის რაც რეალურად ყველაზე ხშირად და ასე რომ ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილების მქონე შეიძლება იყოს ჩვენ სიზმრებში პირველ რიგში მოდით ვთქვათ რომ კოკასაშიგან რაცა დგას იგივე წარმოდინდების თუ ამ გამონათქვამს დავაკავშირებთ სიზმრის გზავნილებთან მესიჯებთან მიმართებაში მაშინ უახლოვდებით უკვე იმ თლიან პიროვნულ ხედვას, რასაც განწყობა და გეშტალტი ახორციელებს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ სიზმარში, არის ჩვენთვის, ჩვენი მეს, ჩვენი სელფის აქტუალური. ესე იგი, თუ ეს აქტუალობა არ არის, რეალურად სიზმარში თავისთავად არანაირი შინაარსი არ გამოვლინდება. აქტუალობა არის მთავარი ის მუხტი, რომელიც შინაარსის მატარებელი ხდება. ხშირად კი ბატონო აბსურდული შინაარსის იმ გაგებით, რომ შენიღბულია თავისი არსით, სიმბოლურად დატვირთულია, შეიძლება სრულიად ალოგიკური კავშირების მქონე იყოს ის, რასაც ადამიანი ხედავს თავის სიზმარში, მაგრამ აი ამის მიუხედავად ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ფროიდმა თქვა, რომ შენიღბული, ვუალიზებული შინაარსები შეიძლება ადამიანისთვის ძალიან მარტივად აღსაქმელი გასაშიფრი არც იყოს და აბსურდადაც კი გამოიყურებოდეს. და ზუსტად იმიტომ, რომ აქ მთავარი არ არის რას ვხედავ, ანუ სიუჟეტი კი არ არის მნიშვნელოვანი. არამედ აქ არის ის გრძნობადი და ემოციული შთაბეჭდილება, ის გრძნობადი შინაარსი, ის ემოციური მუხტი, რომელიც იჩენს ამ ალოგიკურ, ვუალიზებულ, სიმბოლურ შინაარსებში თავს. ამიტომ მოდით გავეშვათ დავეხსნათ დავანებოთ თავი შინაარსზე მიყოლას დავანებოთ იმ სიმბოლოებს ეს იმას ნიშნავს თუ ეს მესიზმრა ესე იგი ეს ამის მომასწავებელია მოდით აი ამისგან გავთავისუფლდეთ და შევეცადოთ მივუდგეთ სიზმრის შინაარს როგორც ჩვენი აქტუალური საკითხების შესახებ მომასწავებელ მესიჯებს რომელსაც ემოციური დატვირთვა აქვს პირველ რიგში და აი თვითონ სიზმრის ფსიქოფიზიოლოგიაში ეს ცნობილია რომ სიზმარში ხდება ემოციების გადამუშავება ემოციები რომლებიც ჩემს აღქმაში ჩემს ცნობიერებაში გარკვეული ისეთი მძაფრი მუხტის მძაფრი დაძაბულობის მატარებელია
რომელიც ნიშნულოვანია რომ გადამუშავდეს, ნიშნულოვანია რომ მათი ინტეგრირება მოხდეს ცნობიერებაში და ხშირად ჩვენი კოგნიტური თუ რაციონალური ესეთი საღი აზრიდან გამომდინარე ის რაც ჩვენთვის უსიამოვნო და მძაფრია ემოციურად იმის იგნორირების და განდევნის და თვალის არიდებისკენ ვართ მიდრეკილები და სინამდვილეში ეს განდევნილი და თვალ არიდებული და იგნორირებული არსად არ იკარგება. ის პირდაპირ გადადის იმ ესე იგი ქვეცნობიერ თუ არაცნობიერ შინაარსებში, რომელიც მერე გამოვა აუცილებლად ამოტივტივდება შინაარსში. და ბევრი ადამიანი სიზმარში და ბევრი ადამიანი ამბობს კიდევაც რომ მე არ ვხედავ არანაირ სიზმრებს. სინამდვილეში ეს არ ხდება. მეცნიერებამ დაამტკიცა რომ სიზმარს ყველა ხედავს, უბრალოდ ზოგს ახსოვს ეს სიზმარი. ანუ აქვს თავის არაცნობიერთან კავშირი და ზოგს არ ახსოვს. და ასეთი შთაბეჭდილებით იღვიძებს რომ არაფერიც არ დასიზმრებია. მაგრამ განსაკუთრებით გეშტალტში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება განმეორებით სიზმრებს და ძლიერი ემოციური შთაბეჭდილების მქონე სიზმრებს, რომელიც ადამიანს მოყვება უკვე ფხიზელ მდგომარეობაში გაღვიძების შემდეგ. და გეშტალტში ნათქვამია, რომ განმეორებითი იმიტომ არის, რომ ესა თუ ის აქტუალური საკითხი და თემა, რომელიც ემოციურად არის მძაფრად დამოხტული, მიუტვის დასრულებისკენ, მიუტვის დახურვისკენ, წერტილის დასმისკენ და ადამიანი ცნობიერად და ფხიზელ მდგომარეობაში, ანუ ძილღვიძილი ეს ტერმინი არსებობს, ხო? აი, გაღვიძებულ ცნობიერ ფხიზელ მდგომარეობაში ვერ ახერხებს ამ შინაარსების დასრულებას და წერტილის დასმას და აი სიზმარი ცდილობს რომ დაეხმაროს არაცნობიერი ცდილობს სიზმარში უფრო სწორად რომ ვთქვათ დაეხმაროს ამ ადამიანს თავის ცნობიერებას რომ გადამუშავდეს ეს ემოციურად და ასიზმრებს მას აი ამ გამეორებით სხვა შინაარს და უყურს ადამიანს რომ სხვადასხვა ასაკში შეიძლება დაესიზმროს ერთი და იგივე და თან ძალიან ძლიერად შთამბეჭდავი შეიძლება იყოს ეს ან კი შეიძლება არ განმეორდეს მაგრამ ისეთი მძაფრი ემოციური განცდა გამოიწვიოს თითქოს რეალობა იყო ის რაც მან ნახა და შეიძლება კიდევაც გაეღვიძოს მას და თითქოს მართლა იყო ამ სიუჟეტში, მართლა იყო იმ რეალობაში, რომელიც მას ესიზმრა. ესეც ხდება ხოლმე, რომ უკან შეიბრუნებს ძილს, დაიძინებს და გრძელდება ეს სიზმარი. იმიტომ რომ ჩვენს ფსიქიკას აქვს ასეთი გეშტალტური ბუნება, რომ დასრულების, დახურვის, წერტილის დასმის და გამთლიანების ადამიანის პიროვნულ მთლიანობაში ინტეგრაციის აი ასეთი ტენდენცია გაგვაჩნია ჩვენ. იმიტომ არის რომ ჩვენ აღქმაში თუ კი ჩვენ წრეს დავინახავთ ჩვენ აღქმაში ამ წრის დასრულებული ფორმის დანახვის ტენდენცია გაგვაჩნია. ანუ ჩვენ დასრულებისკენ და წერტილის დასმისკენ მივიუტვით და უზნაძე ამბობდა რომ და წერდა ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს სხვა შორის ძილი და სიზმარი, სადაც ის ასევე ამბობს, რომ ის რაც ადამიანს ესიზმრება, ეს არის მისი მოთხოვნილებისა და შესაბამისი სიტუაციის, ანუ და მისი შინაგანი აქტუალობის გამოხატულება, რასაც განწყობა წარმოადგენს, მოთხოვნილების და მისი შესატყვისი, საგნობრიობის იმიტომ ჩვენ ფსიქიკაში ჩვენი მოთხოვნილების შესაბამისი სიტუაცია და საგნობრიობა გვაქვს პირდაპირ მოცემულობაში და აი ჩვენი ფსიქიკა ამთლიანებს აი ამ მოთხოვნილებას და მის შესატყვის შინაარსებს, მის შესატყვის გარემოს, სიტუაციას, საგნობრიობას და ეს ყველაფერი ჩვენშია. ამიტომ ამბობს გეშტალტი, რომ რაც მე მესიზმრება, თვითეული გამოვლინება, თვითეული საგანი უსულოც კი, რომ აღარა ვთქვათ პერსონაჟებზე ჩვენი სიზმარის, ის ჩემი ნაწილებია. და თუ ამ სიტყვებს დავაკვირდებით, ჩემი ნაწილებია.
მაშინ ადვილად გავიგოთ, რომ აი ამ ჩვენი განწყობის შემადგენელია. სხვადასხვა ასპექტებია ამ განწყობის, რომლითაც მე ჩემს აქტუალურ შინაარსებს ვატარებ და მჭირდება მისი გადამუშავება და წერტილის დასმა. მოდით მაგალითები მოვიყვანოთ. მაგალითისთვის ადამიანს ძალიან უნდა გულით სურს, აქვს მოთხოვნილება ოცნებობს რაღაცაზე და ვერ ახერხებს ამის ამოცნების ახდენას და აი ამ სურვილის დაკმაყოფილებას. ეს არის მისი აქტუალური შინაარსი. და შეიძლება წლების განმავლობაში გაყვეს ეს საოცნებო და სასურველი და მოთხოვნილების, ასეთი მძაფრი მოთხოვნილების განცდის აღმწვრელი. და არის ყოველდღიურობაში და არ აქცევს ყურადღებას უკვე, იმიტომ რომ არ არის ხელმისაწვდომი რეალურად. ეს სიზმარი პირდაპირ აწვდის მას აი იქ იმ უსაფრთხო მართლაც ზღაპრულ გარემოში, რომელშიაც ვიმყოფებით გძინავს და ჩვენ ასე ვთქვათ შინაგან სამყაროსთან გვაქვს კონტაქტი ხო ამ დროს. აი ამ დროს ამოტივტივდება ეს მოთხოვნილება და ხდება სიზმრისეულად ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ეს ფროიდიდან მოყოლებული რომ სიზმრები არის მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ასე ვთქვათ არენა. ეს არის ის, რაც ერთის მხრივ წარმოადგენს ჩვენი არაცნობიერის გზავნილს. მაგრამ აქ გვაქვს ხოლმე ადამიანებისგან ძალიან ინტერესით დასმული კონტრკითხვა. კი, მაგრამ როგორ არის ჩემთვის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როცა რაღაც კოშმარი მესიზმრება? როგორ არის შესაძლებელი, რომ თუ კი სიზმრები მოთხოვნილებების დაკმაყოფილება არის, კოშმარი რატომ მესიზმრება? რა მინდა რომ კოშმარი მოხდეს ჩემ ცხოვრებაში? რაღაცა შინელება განხორციელდეს? ამაშია საქმე, რომ ის რაც ჩვენ კოშმარული სახით გვესიზმრება და ის ემოცია კიდევ ხას გაუსვა. შინაარსი და სიუჟეტი კი არა. ის ემოცია და ის მინიშნებები, ემოციური გრძნობადი თვალსაზრისით, რომელიც აი ამ კოშმარულ სიზმარში იჩენს თავს, ეს არის ის აქტუალური ემოციური ჩვენი დაძაბულობის თემა, რომელიც ვერ წყდება რეალურ ცხოვრებაში. ანუ რაღაც საკითხები არის, რომელიც ჩვენი კოშმარი არის და ჩვენ ფსიქიკას უნდა რომ დაიკმაყოფილოს, დაამთავროს, დაასრულოს, წერტილი დაუსვას ამ კოშმარს. ამ ხრივაც არის მოთხოვნილების დაკმაყოფილება. ეს არის სიამოვნების მეორე მხარე, რომ ადამიანს უნდა რომ თავისი მძაფრი ემოცია დაასრულოს. აი ამ მოთხოვნილების მატარებელია, რომ ეს დაძაბულობა და მუხტი განიმუხტოს და დასრულდეს ეს, დაესვას ამ რაღაც აქტუალურ, დაუსრულებელ აქტუალობას, დაესვას წერტილი. ამიტომ აქაც ჩვენი არაცნობიერი ჩვენთვის უსიამოვნო სიუჟეტების ხშირად კიდევ ხას გავსვამ შენიღბული, შეიძლება ერთი შეხედვით ალოგიკური და სრულიად ბუნდოვანი სიუჟეტების ფარგლებშიაც კი გვაწვდის მესიჯი. შენთვის აქტუალური აი ამ ემოციის გადამუშავება, ამ ემოციის განტვირთვა და წერტილის დასმა არის საჭირო. შენ გაქვს ეს მოსაგვარებელი. შენი ფსიქიკა ამასთან არის ადაპტაციის აქტუალობის მქონე. და ამ თვალსაზრისით, ესე იგი, როგორც აქტუალური შინაარსების გადაჭრის, თან უსაფრთხო გარემოში გადაჭრის, იმიტომ რაც უნდა კოშმარული იყოს ეს სიზმარი, იქ უსაფრთხო ვართ, იმიტომ რომ გძინავს. და რაღაც მომენტში აუცილებლად გავიღვიძებთ. შესაძლებელია გავიღვიძებთ უსიამოვნო განცდით, იმიტომ რომ გამოვიარეთ ეს. და მაგრამ მაინც უსაფრთხოა ის და ამიტომ ჩვენი ფსიქიკა აი ამ უსაფრთხო გარემოში, ამ ემოციის გადამუშავების და ასიმილაციის, ანუ პიროვნული თლიანობაში ინტეგრაციის დატვირთვის და აი ამ გზავნილის მატარებელია. ამიტომ სიზმარს თავისი არსით, რაც არ უნდა უსიამოვნო იყოს, ის აქვს ძალიან პოზიტიური მნიშვნელობა. აუცილებლად მას აქვს პოზიტიური მნიშვნელობა და ყოველთვის ადამიანის, ასე ვთქვათ,
ჯანსაღი, გამოჯანსაღების და ნეგატიური შინაარსებისაგან განტვირთვის საშუალება ენიჭება მას და აი ფსიქოთერაპიაში კარგად არის ცნობილი, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა მოახერხოს მის წარსულში რაღაც უსიამოვნო გამოცდილებისგან წერტილის დასმა, ამ სტრესის თუ მატრაუმირებელი გამოცდილებისთვის წერტილის დასმა, მას ხელმეორედ განცდა სჭირდება. ანუ კათარზისი განწმენდა ჯერ კიდევ ძველ ბერძნულ ტრაგედიებში, ხომ? სწორედაც მძიმე ძალიან ხშირ შემთხვევაში ნეგატიური შეგრძნებების, ნეგატიური მუხტის მქონე ემოციების განცდის შედეგად ხდებოდა. იმიტომ იყო ძველ ბერძნულ ტრაგედიებს უყურებდნენ და ამით აი ეს კატარზისი და განწმენდა ხდებოდა, ხომ? ამ გაგებით სიზმარსაც აქვს კათარზისული დატვირთვა, რომ ჩვენ გვაჩვენებს რაღაც ჩვენთვის მძიმეს, გადაგვატანინებს ამას ისე უსაფრთხო გარემოში, რომელშიც ძილის მდგომარეობა, რასაც გულისხმობს და ამით კარგია თუ დაგვასრულებინებს, მაგრამ რეალურად არის მთელი რიგი ისეთი მძაფრი ჩვენი ემოციები, ისეთი მატრაუმირებელი შეიძლება გამოცდილებები, რომ ვერ ერევა ეს სიზმარი ამის გადამუშავებას და საჭიროებს ფსიქოთერაპიულ დახმარებას და აი ამ განმეორებითი და მძაფრი ემოციური გამოცდილების მქონე სიზმრისეული შინაარსების გადამუშავებას უკვე თერაპიულ პროცესში. და გეშტალტში ძალიან საინტერესოდ ხდება, აქ არ ხდება ანალიზი, ტვინის ჭყლეტა, მიზეს შედეგობრიების ძიება, არამედ პროცესუალურად, ფენომენოლოგიურად ხდება აქ და ამჟამად ამ სიზმრის გამოტანა. და თვითეული აქ ემოციურად დამუხტული ასპექტის, თითოეული ნაწილის ამ სიზმრის, თითოეული პერსონაჟის თუ ძალიან ემოციურად მნიშვნელოვანი შეიძლება საგნობრიობასთან იდენტიფიკაციის გაიგივების გზით ხდება. და როცა მე ვხდები ჩემი სიზმრის სხვადასხვა ნაწილი და ასპექტი, სხვადასხვა გამოვლინება, რომელიც ამ სიუჟეტში, ამ შინაარსში გამოვლინდა სიზმრის დროს, როცა ამასთან ემოციურ შემხებლობაში მოვდივარ, სწორედ ამას აქვს წერტილის დასმის, დასრულების და მე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ინსაიტების, ანუ აჰა-განცდების და წვდომის, რაც ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წვდომის მომტანია ეს ყველაფერი და აი რომ ჩაწვდება ადამიანი და ნათელს მოფენს იმას, რაც მანამდე მისთვის დამამძიმებელი, გაუგებარი, სრულიად ასე ვთქვათ, ბუნდოვანების და გაურკვევლობის მომტანი იყო. ჩვენ შემეცნებელი ცოცხალი ორგანიზმები ვართ, შემეცნებელი, ცნობიერი არსებები ვართ და ამიტომ ჩვენ გვაქვს მოთხოვნილება შევიმეცნოთ, ვიცოდეთ, მით უმეტეს პირველ რიგში საკუთარ თავზე ვიცოდეთ და ამიტომ ის შემეცნება, ის ინსაიტი, ის აჰა-განცდა და წვდომა, რომელიც ამ სიზმრის მესიჯების, აი ამ გზავნილების გადამუშავებით შეიძლება მოხდეს, ამას ნამდვილად ადამიანისთვის არა მხოლოდ შვების მომტანი მნიშვნელობა აქვს, არამედ პიროვნული ზრდისაც, იმიტომ რომ პიროვნული ზრდა არის საკუთარი რესურსების, რაც შეიძლება ასე იგი კარგად ადამიანის მიზანშეწონილებისთვის გამოყენების შესაძლებლობა, ეს პროცესია. და როცა ენერგია იხარჯება დათრგუნვაზე, ენერგია იხარჯება რაღაც უსიამოვნოსთან ბრძოლაზე, ბუნებრივია ეს შინაგანი რესურსები ესე ადვილად გამოყენებადი ვერ არის და ამიტომ ჩვენ სანახევროდაც შეიძლება ფუნქციონირებდეთ, ანუ არასრულფასოვანი ფუნქციონირების მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ. ამიტომ სიზმარს აქვს სწორედ ჩვენი არაცნობიერის, ჩვენი უკვე განდევნილის, თვალის არიდებულისა თუ გაუცნობიერებლის იმ შინაარსების გზავნილები აქვს, რასაც თვალის გასწორება სჭირდება და ყურადღების გამახვილება ესაჭიროება. და ეს ინტუიციური ჩვენი ბუნება
ადამიანური. ეს ერთ-ერთი ასპექტია. და მე მათ სანუგეშოთ ვიტყოდი ახლა, ვისაც ეშინია თავისი ინტუიციური სიზმრების, რომ შიში არაფრის ამ შემთხვევაში შემცვლელი არ არის. მოდით ამ ლოგიკით წავალ, რომ თუ კი რაიმე ესე იგი მე წინასწარ ვიგრძენი, რომ მოსახდენია, განა ეს ამ მოსახდენ საკითხზე რაიმე გავლენის მქონეა? შემეშინდება თუ არ შემეშინდება მაგ ლოგიკით, თუ კი ხდება ის რაღაცა, რაც მე წინასწარ დავინახე. ჩემ ვნახავ იმ სიზმარს თუ არ ვნახავ, შემეშინდება თუ არ შემეშინდება იმ მოსახდენის, განა ის შეცვლის იმ მოსახდენს. ამიტომ, როცა ადამიანი შეხედავს საკითხს, რომ ჩემი დასიზმრებული კი არ ახდენს იმ უსიამოვნებას, შეიძლება მე ვგრძნობდე, რომ რაღაცა ხდება ჩემს თავს. და თუ მართლა რამე ხდება და ვიგრძენი, ხო შეიძლება ამ ლოგიკით უფრო მეტად პირიქით ჩავერიე, ცნობიერად ვიმოქმედო იქ, რაც ჩემზეა და რაც ხელმეწიფება. ვიდრე მეშინოდეს, რომ დამესიზმრება და თითქოს ეს ჩემი დასიზმრებული ახდენდეს იმ რაღაცა უსიამოვნებას. აი ეს არის ხოლმე ჩემი გამოცდილებითა და დაკვირვებით, რომ ადამიანებს სრულად გაუცნობიერებლად ესეთ შთაბეჭდილებაც კი ექნებათ, რომ თითქოს დასიზმრებული ახდენდეს იმას, ისეთი შიში ექნებათ აი ამ ინტუიციური სიზმრების, თუმცა ინტუიციური შეიძლება პოზიტიურიც კი იყოს, რატომ მაინც და მაინც ნეგატიური რაღაც მოსახდენის, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარ თავს შეუქმნას ეს სითამამე, გამბედაობა ვიტყოდი, რომ თვალი გაუსწორი იმას, რაც ჩემი აქტუალობა და ჩემი არაცნობიერი, ჩემი ფსიქიკა, მე მასიზმრებს, იმიტომ რომ სიზმარში ძინავს ცნობიერებას, თვლემს ცნობიერება მინიმუმ, როგორც ფროიდი ვიტყოდა. აი ეს არაცნობიერი მაწვდის მესიჯებს, რაც მნიშვნელოვანია, აქტუალურია ჩემთვის და აი სწორედ ამ ემოციური სიმძაფრის მეშვეობით იძლევა ამ გზავნილების აქმაში შემოტანისა და შემდგომში უკვე გაცნობიერების საშუალებას. ამიტომ ყურადღებით მოვეპყროთ ჩვენ სიზმრებს, თუ ჩვენი ემოციური განცდები ჩვენ არ გვაძლევს მინიშნებებს, რომ რა არის ჩვენი აქტუალობა, რაც ჩვენი ყურადღების ღირსია და რასაც უნდა დაუთმოთ რაღაც საკითხებს, რომ გადავჭრათ და დავასრულოთ და წერტილი დავსვათ, თუ ჩვენ ამას ცნობიერად ვერ ვაკეთებთ. მაშ ჩვენი სიზმარი არის ამ მხრივ ძალიან დამხმარე. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და შემდგომ პარასკევს ისევ გელოდებით ჩვენ აქტუალური საინტერესო თემით, ისევ საღამოს 9 საათზე გეშტალტ პოდკასტით შემოვვალთ თქვენთან კონტაქტში და კომუნიკაციაში. ნახვამდის.